عن عتبة ابن عبد الله رضي الله عنه عتبة بن عبد الله قال مكتمس أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال رب الله الشوم والمتك ولو أن رجلا يخر على وجهه من يوم ولد إلى يوم يموت في مرضاة الله عز وجل لحقره يوم القيامة حديث قال مكتمس إمام أحمدي და ტაბერანი ადამიანმა დაბადების დღიდან გარდაცვალების დღემდე პირქვე რომ დაემხოს ალლაჰის კმაყოფილებისათვის ანუ გულისხმობს სეჯდეზე რომ იყოს დაბადების დღიდან გარდაცვალების დღემდე სეჯდეზე იყოს ალლაჰის კმაყოფილებისათვის განკითხვის დღეს მაინც ეცოტავება ესა იტყვის რომ ნეტა უფრო მეტი მეკეთებია განკითხვის დღეს ყველა ადამიანი ინანებს აუცილებლად. ვინც თავისი სიცოცხლე, თავისი ცხოვრება სიურჩეში გაატარა, ის ინანებს ნეტავ ღვთისმორჩილი ყოფილიყავი. ხოლო ვინც მორჩილი იყო, ის ინანებს რომ ნეტავ უფრო მეტი მეკეთებია და უფრო აუმაღლებულიყავი, უფრო მეტი ყადრი მქონოდა გამჩენელის წინაშე. ამიტომ არასოდეს არ თქვათ რომ მე ამდენს ლოცვილობ, ამდენს მარხულობ, ამდენი სიკეთით და ღვთისმსახურებით ვარ დაკავებული და საკმარისია. ეყოფა. არა, ეს არასდროს არ არის საკმარისი. უფრო მეტი და უფრო მეტი. როგორც ყურანში ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ბრძანებს: "ვა'ბუდ რაბბაკა ჰატა იატიაკალ იაყინ." შენს გამჩენს ეთაყვანე ვიდრე სიკვდილი არ მოგაკითხავს. ის გარდაუვალი ჭეშმარიტება ვიდრე შენ არ მოგაკითხავს, მანამდე შენს გამჩენს ეთაყვანე. ანუ ამას პენსიაში გასვლა და რაღაც ასაკი ლიმიტი ზღვარი არ აქვს. სიცოცხლის ბოლომდე.